მონადირეებო მოგესალმებით ყველას დიდი პატივისცემით. მე და გოგამ გადავწყვიტეთ დავაანონსოთ. პრინციპში დაანონსებული გვაქვს მარლენ მე და შენ უკვე რომ მალე შემოვთავაზებდით ჩვენს მაყურებელს გასვლას და ამ ვიდეოს ისტორიად გვინდა რომ გამცნოთ რომ ალბათ მაისის პირველ დეკადაში მე ესე მგონია ზუსტი ციფრი არ ვიცი დავაზუსტებთ. მე და ბატონი მარლენი შემოგთავაზებთ დასუფთავების აქციას ასე ვთქვათ მდინარე ალგეთის ხრამის ხეობაში, აი სადღაც აი ამ ტერიტორიაზე წითელი ხიდის მიმართულებით და ვინც კი სურველი ხართ და ვისაც გინდათ რომ ხარში დაგვიდგეთ. კარგი აზრია. დაპლუსდით, მოიწერეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია, თუნდაც პირადში ტელეფონის ნომერი. დარწმუნებული ვარ რომ ძალიან ბევრი იქნება ესეთი ადამიანი, მაგრამ სამწუხაროდ 10 კაცზე მეც ვერ წავიყვანთ მე და შენ და მეგობრებო, თან არ დაგავიწყდეთ, ვეცდებით კაი გემრიელი პურის ჭამაც მოვაყოლოთ ამ ყველაფერს. აუცილებლად შივრებს არ დაგტოვებთ ნამუშევარ ხალხს. რა და ნუ პროგრამა კომპიუტერი თვითონ ამოარჩევს ამ 10 ადამიანს, რომელიც ჩვენთან ერთად წამოვა და დანარჩენ დეტალებზე უკვე პირადად გასაუბრებისას შეიძლება კიდევ ერთი რამე ვთქვა. ვინაიდან მე და გოგას სულ 2 მანქანა გვყავს, ძალიან აქ იქნებ მოახერხოთ და საკუთარი ტრანსპორტით წამოვგზავნდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში უბრალოდ ვერ დაგდევთ ყველას ერთად. ხო, იმიტომ რომ 10 კაცი ვერ ჩაეტევა. ამ კეთილ ნოტაზე გემშვიდობებით, იმედია ისიამოვნებთ აი ამ ფილმის ყურებით და ველოდებით კომენტარებში თქვენს პლუსებს და თქვენს მონაცემებს. დროებით. მივდივართ ვაძე სანადიროთ. კატასტროფა. ჭება მე მგონი მოვბრუნდნენ და იცოდე? არა. თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარისღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება. მშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით ისე ბელორუსიდან. მეორე დღე არის, მივდივართ ვაძე სანადიროთ. უშინ იხილეთ რომ თლადე წარმატებულად ვერ დამთავრდა ჩვენი პირველი გასვლა, მაგრამ იმეც რა თქმა უნდა არ კარგად. იქიდან გამომდინარე რომ მაინც პირველი დღე იყო ოტელვითი, ახალი იარაღებით, რაღაცა უცხო ნადირობის სტილით შეიძლება ითქვას. დღეს უკვე მომზადებულები ვართ. ძალიან დიდი იმედი გვაქვს რომ ბატების შემოფრენაც უფრო მეტი იქნება. უშინ სულ 3ჯერ მოგვეცა სროლის საშუალება, მათ შორის ერთი პრაქტიკულად აი ისეთი იყო 10 ჩაინის როეცახი ახალმე რუსები რა. ყველა ვარიანტში რომ რახან მიდიოდა ბარემ მივაყოლოთ. ეს ჩვენმა მასპინძელმა ეგერმა იურამ გითხრა რომ ძალიან კარგი ადგილი აქვს ნანახი. მთელი საღამო ეს ხალხი ამ ბატებს დაასდევდა და წესით და რიგით ძალიან წარმატებული ნადირობა უნდა შემოგთავაზოთ. მარლენ, დარწმუნებული ვარ რომ შენი ლოცვა დღეს თან გამოვყვება და რაღაცა და იქნება. მალე მივალთ ადგილზე და შემოგთავაზებთ მოვლენების განვითარების შემდეგ სცენარს. დარჩით ჩვენთან, გვიყურეთ, გამოიწერეთ არხი და რაც მთავარია, გვაგრძნობინეთ რომ გვიყურებთ და გიყვანთ. აბა დროებით. აი ამ ზოლზე რომ გამოივლია, თუ მანძილი აქედან იქამდე არის 30 მეტრა და ისინი სიმაღლეში მოფრინავენ 30 მეტრაზე. ეხლა როგორ რამე იცი? კვადრატი 3-ისა დამატებული 3, ხო? არის 900 დამატებული 9 არის 18 და ფესვი 18-დან რომ მოიღო, რაღაც არის 40. ესე იგი, ჩვენ ვესვრით უკვე დიაგონალზე.
დიაგონალზე. აი ეს რო აქ არის ამის თავზე, ამი აუცილებლად ამის თავზე უნდა იყოს. ჩვენ რომ ამას ვესრულებთ. მაშინ გამოდის რაღაცა 40 მეტრა 42 მეტრა მანძილი ჩვენგან ბატებამდე. მარჯვენა მხრიდან გვაქვს ტყეტყის იქით არის უკვე სვილეიკის წყალსაცავი ველოდებით. მარჯვენა მხრიდან უნდა შემოფრინდეს ბატი, წესით წრე უნდა დაარტყას და შემოფრინდეს ჩვენთან ან მარცხნიდან, ან წინიდან. ესეთი გათვლა აქვს ყოველ შემთხვევაში იეგერებს. გუშინ მოსტულები იყვნენ ბიჭები, რატი გავიდა დოლიძე სანამ გიორგის ეხმარებოდი. საფარის აწყობაში ამ იეგერმა დაათვალიერებინა ბატის ნაკვალევი რამდენი კვალი იყო. აი, სხვათა შორის გზაზე მიყვებოდა ახლა რომ მოვდიოდით, მიახლოებით 1500-მდე სული ბატი. ნახეთ, ესე იგი ძალიან ბევრი ნახეს გუშინდელისგან განსხვავებით. გუშინ იყო გადმოფრენა, მაგრამ იყო მაღალზე და ჩვენი მიმართულებით არ წამოვიდა სასროლზე. ფაქტურად სამჯერ თუ ორჯერ განვახორციელეთ გასროლა ბატზე. და დღეს რაღაც იმეც ვიტოვებ, რომ უფრო რაღაცა შედეგიანი იქნება. იქნება. ბატონო მამუკა. იქნება? ჩავჯექით ახლა და უკვე ნელ-ნელა ველოდებით ბატების შემოფრენას. რასაც თქვენ მალე იხილავთ. ძალიან მაღალია. დაჟდა. მამუკა, დაჟდა. მიდი ესროლ, თორე მართლა ყველა იქ დაჟდა. Один выстрел в ту сторону. Подожди, тоже туда. ხო და ისროლოს ახლა რა აზრი აქვს? ეხლა ძალიან უცნაური რამის მოსწრებები გავხდით, ძალიან დიდი რაოდენობის ბატი გადმოვიდა თავზე, მაგრამ აი შეკრულ გუნდებათ, თითქოს სამიგრაციოდ შეკრულ გუნდებათ რა, იმიტომ რომ არც დაეშვა, არც არანაირი ინტერესი არ გამოხატა ჩვენი ფიტულების მიმართ და ყველა ძალიან მაღალზე მიზანმიმართულად სადღაც გადავიდა. ჩვენც გაუგნებულები ვართ, ჩვენი მასპინძელიც და ტელეფონიას გაკვირვებული დარჩა რა. ვზივართ ველოდებით და უკეთის იმედით ვართ. მომავლის კარგი იმედით ვართ. იქნება გზააბნეული შემოვიდეს რა. ერთსალი დატრიალდა კი. Так, приготовились на час. Блин. Сейчас ждем. На час. Приготовились. Йо! ჩამოვადი, რაღაცა შეიძლება მოსმული აქ ისე დაფრინავს. შაშადა. Так, приготовились с 2 часов. Бьем!
ნება მე მგონი მოbrunდნენ და იცოდა. Откроемся. მეთქა. Апорт! დალიკონო მეთქა. კარგი იყო ძმებო, არ იყო ცუდი. რომ არ იყო ადვილი სასრული ეგ. Хорошо. Ко мне! Ко мне! Они уже не собирались, просто близко уже были. Ко мне! Ко мне! Ко мне! Ко мне, сказал. Хорошо, ко мне. Хорошо. Ко мне. Давай ко мне. Давай. აუ, კიდე შემოვიდა. Понял, господа охотники? Спасибо, дорогой. Спасибо. Попали. Да уж. Так, по двойке. Готовимся. Шаса. Подожди. Работаем. არ ვიცი. ესე კარგად დამიზნებით გასული იყო. არა ბიჭო, მე вообще ვერ დავუმიზნე. Очень плохо я стрелял сейчас. გუშინ მე ვქენი უარესი. აი თავზე რო გადმოგვიფრინა და უეჭველი სასრული რო იყო და რო არ ვისროლე. აი ეგ იყო საშინელება. Готовились. Работаем. вообще ვერ ვისროლე გამეჭედა ხელში ამის დავატირე. აუ, вообще ვერ ვისროლე ბიჭ გამეჭედა. Хорошо, ко мне. Хорошо. Ко мне. Давай ко мне. Давай. Ай, хорошо. Молодец. Все, молодец. Ко мне! მაგას მოხდა 3 თვია. Апорт! ო, ვიცი Ко мне! მაგარიერო მაგრამ რა Ко мне! კადრი. Хорошо. Давай ко мне. Ко мне. ძოელი წათიშო. Ко мне. მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარის ღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება. ჩავს ხედით უკვე ყველანი დაუბინავდით. ბატონი მამუკა გავიდა ცალკე, როგორც ავტონომიური რესპუბლიკა, გადაწყვიტა რომ ცოტა მოშორებით დაჯდეს ბატების ფრენიდან გამომდინარე. ჩვეულებისამებრ მოვედით დილაუთენია მაინც მონადირულად და დაახლოებით 1.5 საათი ვხედავთ უკვე ამ ჩვენს საფარში. როგორც აღვნიშნე, ძალიან კარგი საფარი გვაქვს, ძალიან კარგი კომპლექტებული კოსტუმები გვაქვს და საერთოდ არ ჩანვართ. ანუ ბატი მიუხედავად იმისა, რომ არასასრულზე გადმოდის, ვერ გხედავს, არც მაღლა იწევა, არც მიმართულებას და ტრაექტორიას იცვლის. ეხლა მინდა ერთი ექსპერიმენტი ჩავატარო, რომ გუნდი, რომელიც სასრულზე არ იქნება და თავზე გადაგვიფრენს, მინდა რომ წამოუდგე. და ვნახო, შემამჩნევს თუ არა, ანუ
მოახდენს თუ არა ცვლილებას მის ფრენაში. ძალიან მალე დადგება ის დრო, როდესაც ბატი დაიწყებს შემოფრენას. ვიყურეთ, დაგველოდეთ და ისე ამოვნეთ ჩვენთან ერთად. არ ჩამოიწიეს 12 საათზე არიან მაღალზე ზედ თავზე გადაგვიდა ძალიან მაღალზე ბიჭო ოულა კაი გუნდია იქიდან გამომდინარე რომ ძალიან მაღლა დაფრინავენ საშუალო სიმაღლე ფრენის აქვთ დაახლოებით 80 მეტრი და ზემოთ მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ არანაირ რეაგირებას არ აკეთებენ ჩვენს ფიტულებზე და ჩვენს ელექტროსატყუარაზე გადავწყვიტეთ რომ ვესროლოთ მაღლა რა ნახოთ რა გამოვა 1-2 შემოფრენას რომელიც თავზე გადაგვიფრენს დავაყრით ნახოთ იქნება და ერთი კაკალი თვალში მოხდეს რომელიმეს ხედავთ უამრავ ბათს უამრავ იხს რომელიც დაფრინავს აი საზენიტო სიმაღლეზე რა და არანაირად ქვემოთ არ იწევა აი ეს ტყუილად ჯდომას გადავწყვიტეთ რომ რაღაცა ექშენი შევმატოთ ჩვენს ნადირობას. წრე დაგვატყეს და მაღალზე შედარებით დაბალზე იყო ამათგან გასხოვებით, რა. წრე საკეთებია. იმანავის ოხთა, მოგითხარი დაცნი ბიჭო. Ребята, ну что такое? Ай, бля, там уже первое пошло, я видел. Я видел, первое пошло. Попадание было. მოკლედ მორჩით თუ არა ჩაწერას დაახლოებით 3 წუთში შემოვიდა გუნდი ასევე მაღალზე და როგორც გითხარით გავრისკეთ მე და რატიმ დავაყარეთ და აგერ ერთი ცალი მოვინადირეთ რა პირველივე გასროლაზე მე მგონი შოტკამზე გამოჩნდება რომ გარტყმული აქვს და მე როდესაც გადადიოდა უკვე ბატონმა დოლიძემ თავისი დააყოლა და მონადირებული არის მოკლედ ერთი ბატი ანუ გვინდა არ გვინდა უნდა ცადოთ ხოლმე კიდე ესეთ მაღალზე სროლები. გილოცავ მართლა მაგარი სროლა იყო და მინდა აუცილებლად აღნიშნო რომ ორს მოვარტყი. კარგად მესმოდა რომ ორს მოვარტყი. მეორე სამწუხაროდ წავიდა, მაგრამ ესეთი მონადირება შევძელით რა. ასე რომ გილოცავ კაი გასროლა იყო. კაი ხარე, მადლობელი. თქვენ თვითონ ხედავთ რომ ძალიან მაღლა დაფრინავენ ბატები და პრაქტიკულად არანაირ შანსს არ გვიტოვებენ რომ მოვინადიროთ. ამიტომ სანამ დრო გვაქვს კიდე ნადირობის ჩვენმა ეგერმა შემოგთავაზა რომ რა მიმართულებითაც მიფრინავენ დაახლოებით ალბათ 5-6 კილომეტრი ჩვენგან. ჩქარიტაში თუ ეხლა ავეყარეთო აქედანო და გადავედით მეორე მინდორზეო სავარაუდოდ ვიცი სადაც ჭამენო და გვინდა რომ მივასწროთ და ეს ნადირობა ყველანაირად წარმატებულად დავამთავროთ. უკვე მანქანაში ვზივართ, ახლა ჩაჯდება ჩვენი მძღოლი და წავალთ ახალ ადგილზე. ორ მინდორზე ვნაწილდებით. პირველ მინდორზე დავტოვეთ რატი და მამუკა. ძალიან კარგი მინდორი იყო მომეწონა. უამრავი კვალი იყო ბატის ნასიარულები, ნუ აი არ ვიცი. ჩაიმალნენ შუა მინდორში ბუჩქნარში და წესით და რიგით ბატი წინიდან უნდა შემოუვიდეთ. ეხლა მივდივართ მეორე ლოკაციაზე, როგორც ამიხსნა ჩვენმა ეგერმა დაახლოებით კილომეტრ-ნახევარი არის დაშორება ჩვენ შორის. წესით ერთმანეთის ნასრულიც უნდა გავიგოთ რა. მალე დავფუძნდებით ადგილზე და ისევ შემოგვიერთდებით.
Приготовились двойка за 12 часов. Что за стрельба без команды? Вам неудобно было стрелять. იდებადები მოფრინავენ ძმებო. Работаю. ილოცავთ ბიჭებო, კარგი იყო, არ იყო ცუდი. ეს ერთი და სხვა მრავალი როგორც იტყვიან ხოლმე. რას გეტყვით, იცით? დილა რაღაცა პოზიტივით დაიწყო მეგობრებო ბიჭებო. იგივე მომზადეთ. Бьем! Ага. Бьем-то бьем. И хорошо зашли. Результат? Результат 0. И скажите, что гуся не было. Нет, скажем, говорю, гусь был. ეს იყო ძალიან პროფანული дилетантური, აი არც ვიცი რა დავარქვა. Даже нет слов, Юра. Даже не пытаюсь себя оправдать. კიდევ კაითოფა ამიჯერა თორე მეცხოვე დავუბრალდი. აუ ნეტავი არ გაეჭედა და ჩამოგეხსნა კაცო. Летят шаха. Не лебеди. Ну лебеди, откуда? Гуси. Тихо. Гуси. У нас что, гуси есть? Сейчас сядут, подожди, стреляйся. Один есть. და ჩამოვაგდე კიდეც ახლა. ახლა შვება რომ იმალება. აი ხედავთ რა გააკეთა, თავი დაწია. ატყუებს კრებს ესე არ ყუებს. ტყუებს რომ ზეზე ანარეკლი არ იყოს, თორე პატი ფთხება პატარა ანარეკლზეც კი. აი ესე თითოეულ გასროლის შემდეგ ვიდის ბოზზე სპეციალიზეთ. ეს GoPro-ები მოიხსენით, იმიტომ რომ მზე ჩვენგან მარცხნივ არის და ერთი დიდი გუნდი შემოგვიფრინდა და ანარეკლი დაინახა და გატრიალდა უკან. Работает можно. ერთი უკან ჩამოვარდა, ერთი აეგ დაეცა წინ. Подожди. На 12 часов заходит. Подожди. Можно. И. Гуменники белолобые от серого гуся дома. Это мижняк, да, типа? Нет, это серый гусь. კარგად დაფრინავა, რაღაც ახლა ერთი მოტრიალდა. ვიცი. Где? Сюда идут? 12 часов просто там. Это ваш. Дацхи. Ваш шанс. Давай. Давай. Ара. Упал, не? Один падает. Да, Всё. да, Есть. это был мой. Ва, молодец. Тихо. Как не попал, да? Молодец. Блин. Молодец. Гинацоле. А ეხლა თქვენ ჩამომაწევინეთ. А чему ружье опять заклинило? У кого? Оно моё клинит вот так. Блин, это плохо. Ну, клинит плохо, да. С 12 заходит. Да, вижу. Можно.
ვახშენი. ვაიმე, კიდე გამიჭედა. ამ დედ. ბიჭო, გამიჭედა და იმიტომ. კაროჩე ერთ წვიანი ვარ რა. Заходит с 10. Приготовились. Можно? А что 2 раза? Кто 3-й не стрелял? А у нас патрон нету. Можно? აი ეს არის არაპროფესიონალები, რო ეუნები ესროლე. მასროლინა. აი გამაგიჟა რა, ეგერმა. არ მასროლინა. ბრთა აქვს დაზიანებულიო. აი ხა, ეგერ მიდი და ზდიოს ახლა. თოფმა გამიჭედა. გავარტყი კიდე ერთი ტყვია და ვერა. Сколько попал, видишь? Попало, видишь? Ну, поздравляю тебя. Спасибо, дорогой. Но после этого, когда добавку надо сделать. Конечно. С 10 заходит. Можно? შენი ერთი ჩემი. ორივე შორს იყო ერთი მკვდარი იყო ვაფშე. მეორეზე დადაგონება მომინწია. დავიღალე. Можно? Не скользкое оно. მამუკას თოფმა გაუჭედა ერთ ყველაზე მეც არისთვის. ხოლო გუშინ კი გავწმინდეთ მე და მამუკამ. არა, გუშინ იწყებს მუშაობას და მე быстро, ну, это, начинает тормозить. Быстро. არა ეხა გავწმინდავს აი იქ. არ გუშინ კარგად გავწმინდეთ. Ну, видимо, бля. Нет, да нет. Главное там оно. აი გარის იარაღის მოვა უცილებელი რომ მე აზერბაიჯანში არ გაგიწედოს და ერთ კვირაზე მეც ერისმის სამწუხაროდ. მაგრამ შედეგიანად რაც გაისროლა. თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარისღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება. ჩვენი მონადირებული 9 ბატიდან ეს 3 ამოვარჩიეთ. ძალიან მარტივი მიზეზის გამო 3 სხვადასხვა ჯიშის არის. ჩემთვის პირადად ძალიან რთული გასარჩევია 2 მათგანი რა. ეხა ეს პირველი არის თეთრშუბლა, რომელიც თუ არ ვცდები პირველ დღესაც მოვინადირეთ და ნუ გასაგებია თეთრი შუბლი აქვს და აქ ყველაფერი ნათელი არის. აი ამ 2 ბატს შორის ერთი არის გუმენიკი. გამოიწიე გოგო შენ. ერთი არის
გუმენიკი, რასაც ეძახიანა, მეორე არის რუხი ბატი. ცოტა უფრო დიდი არის რუხი ბატი, ცოტა უფრო ღია ფერში არის და განსხვავება ძირითადად არის ცხვირში. ერთ ფერში, ყვითელ ფერში აქვს ცხვირი რუხბატს და შავი აქვს გუმენიკს. ძალიან კარგი ძაღლია ეს, მაგრამ ნერვებს მიშლის ხანდახან. მოკლედ აი ეს არის სულ რაც მინდოდა რომ მეთქვა, იმიტომ რომ მეც რო გითხრათ რომ კარგად ვერ ყვევი ბატებში ტყუილი იქნება, დარწმუნებული ვარ ჩვენი მაყურებლისთვისაც რაღაცა ახალი თქვი. აი ესეთი ლამაზი ბატები არის. ეხლა რამდენადაც ჩემთვის ცნობილი არის, ყოველ შემთხვევაში ბოლო ინფორმაციით 4 აღებული აქვს თუ არ ვცდები იქითა მინდორზე. ჯამურად დღევანდელი შედეგი 13 არის. მივალთ ეხლა ვნახავთ რა ხდება ბიჭებთან და ცოტა ხანში დაგიბრუნდებით. ენიერი ნანადირები ქონია. აუ იგეთ ხელი. ნახე ბელალოგი პიკები გაქვს ძირითადად თეთრშუბლები. თეთრშუბლები ავიყვანეთ. ჩვენ ერთი ავიყვანეთ თეთრშუბლა, ერთი ავიყვანეთ რუხი და დანარჩენი 7 ჩვეულებრივი რა. კარგი შემოფრენები იყო. სხვათა შორის ბევრს არ ვესრულეთ, იმიტომ რომ თქვენსკენ მოფრინავთ. ბიჭო, შენ იკაიფე და სხვათა შორის ჩვენ მაგას ვაფიქსირებდით. რა თავიდან მეგონა რომ ცოტა შორს განგვალაგეს, მაგრამ მე მივხვდი რომ თქვენ ზოლზე ვიყავით და აქედან წამოსულები მოდიოდნენ ჩვენთან რა. აბსოლუტურად, ესე იგი ფაქტიურად მე და ბატონ მამუკას ქონდა 100%-იანი გასროლები რა. შვენიერი. მოვედით ბიჭებთან, როგორც გითხარით 4 აღებული ბატი ქონდათ ამათაც, გავაერთიანეთ ჩვენი დღევანდელი ნადავლი. პრინციპში ნამდვილად არ ვარ შედეგით უკმაყოფილო, როგორც აღვნიშნე შეიძლება და ცოტა უკეთესი ყოფილიყო მამუკა. ნამდვილად შეიძლება, მაგრამ ჩვენი სროლები, მე და რატის სროლები ჩვენ აქ გქონდა თითქმის აი 100%-იანი შედეგები რა. ჩვენგან განსხვავებით ჩვენ არ გქონდა 100%-იანი შედეგები, ესენი უფრო მაგრები არიან, იმიტომ რომ ჩვენ ავაცილეთ კიდეც, ბევრს არ გალაპარაკებ, ხა დასკვნით ვაკეთებ. ავაცილეთ კიდეც ტექნიკურად გაუმართავი თოფები ქონდა, რატისაც შეექმნა წინაზე პრობლემა. მე პრაქტიკულად ერთი ტყუით ვისროდი და შეიძლება და უკეთესი, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ ძალიან ლამაზი კადრები იხილეთ, დარწმუნებული ვარ რომ ფილმის ხურებით ისიამუნეთ და დარწმუნებული ვარ რომ ამის შემდეგ გამოვიწერთ არხს, გაალაიქებთ და იქნებით ჩვენთან ერთად. წინ გვაქვს კულინარია და ამ ბელორუსის ვიდეოს განხილვა და საერთოდ აი ამ მოგზაურობის და იმ ამბების რაც თავს გადაგხვდა და თავს ნამდვილად არ გადაგხვდა ცოტა. გემშვიდობებით. კარგად. კარგად.